რამოდენიმე დღის წინ ერთ პოსტს გადავაწყდი. ერთგვარი კრიტიკა იყო WeChat ატელიერის, ჯადოქრების ქუდის ატელიერის ანიმესი. მაგრამ ამ ვიდეოს ჩაწერა გადავწყვიტე, იმიტომ რომ მსგავსი კრიტიკა მომისმენია საკმაოდ ხშირად. მაგალითისთვის Jujutsu Kaisenis მეორე სეზონზე, Antonio One Piece-ზე და ასევე სხვა ბევრ ანიმეზე. პოსტი იყო იმაზე, რომ შედარებული იყო ერთ და იგივე სცენა ანიმეში და მანგაში და აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე და კომენტარებში ყველა იმას განიხილავდა, რომ მანგაში ნახატი დეტალიზირებული იყო. რაც ერთი შეხედვით სამართლიანი კრიტიკა ჩანს, მაგრამ მანგაში თუ ანიმეში რაც უფრო დეტალიზირებულ დიზაინს გააკეთებ, რაც უფრო მეტი ლაინ-არტი, კონტური, შუქშტილი იქნება, დასახადად მით უფრო მეტ დროს წაიღებს და ეს ბევრად უფრო დიდი პრობლემაა ანიმაციაში ვიდრე ხატვაში. იმიტომ რომ მანგაში თუ გააკეთებ კომპლექსურ დიზაინს, ასეთი ცხოველისთვის, რომელიც 2-3 თავში უნდა გამოჩნდეს და თავისთავად არტისტს არ ვიცი რამდენჯერ 15-ჯერ 20-ჯერ მოუწევს დახატვა ამ ერთი პერსონაჟისა, ამ ერთი დიზაინისა. ანიმეში შემთხვევაში თუ ანიმაცია გაკეთებული იქნება სტანდარტზე, მაქსიმუმად შეიძლება გააკეთო 24 FPS-ი საუკეთესო ვარიანტში და 24 FPS-ზე რო გააკეთო, მარტო ერთწამიანი სცენისთვის ეს დიზაინი 24-ჯერ უნდა დახატო თავიდან. ძალიანაც რომ შეზღუდო და ძალიან მინიმალისტური ანიმაცია გააკეთო, ერთწამიანი სცენისთვის 10-12 კადრის დახატვა მაინც მოგიწევს და თუ თლიანობაში სცენა იქნება რაღაც 5-6 წუთი, სულ მინიმუმ ამ შემთხვევაში 3600 კადრის დახატვა მაინც მოგიწევს. ანუ თავისთავად თუ ვისაუბრებთ კონკრეტულად ამ სცენაზე და WeChat ატელიერის ანიმეზე. მაგრამ იგივე შემთხვევაში Jujutsu Kaisenis ანიმეშიც იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ექშენ სცენა და თითქმის ყველა სერია არის მაღალი პრიორიტეტის სერია, ყველა სერიაში მნიშვნელოვანი რამე ხდება და ყველაფერს ჭირდება ძალიან მაგარი ანიმაცია და ამ ყველაფერზე დამატებული ისიც რომ ყველა მისით ანიმატორებს საშინელი პირობებში უწევთ მუშაობა, ძალიან მოკლე დროში უწევს ყველაფერს გაკეთება. მაგალითისთვის მაპაზე მეორე სეზონზე რაც შემთხვევაც იყო სკანდალი იყო, რომ მაპა სტუდიოში ანიმატორებს საშინელი პირობებში უწევდათ მუშაობა. აქედან გამომდინარე ანიმატორებისთვის მომგებიანი რომ რაც შეიძლება მარტივ სტილში გააკეთონ ანიმაცია და ასევე მარტო ანიმატორებს არა მანგაკებსაც ექმნებათ ხოლმე ზოგჯერ პრობლემა დიზაინებთან და უწევთ რაღაცეების შეცვლა. მაგალითისთვის საგმირო აკადემიის ავტორი ჰორიკოში აპირებდა რომ ეს პერსონაჟი კლას B-დან ჩაესვა კლას A-ში და მთავარ გმირებს შორის ყოფილიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს გადაიფიქრა, იმიტომ რომ მიხვდა თმის დახატვა ყველა სცენაში წარმოუდგა რთული იქნებოდა მისთვის. და ისევ თემას რომ დავუბრუნდეთ, Jujutsu Kaisenis საპირისპირო შემთხვევა იქნებოდა Record of Ragnarok-ი, რომლის ანიმაციაც ჩემი ჩათვლით ბევრს არ მოსწონს. ანიმაცია კი არა, slideshow-ა პრაქტიკულად. ანუ ამ მეორე უკიდურესობას გულისხმობ იმას, რომ იმდენად დეტალიზირებული და კომპლექსური დიზაინები გაქვს პერსონაჟებისთვის, რომ ანიმაციის გაკეთება ანიმატორებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. ანუ ყოველ შემთხვევაში დროში რო ჩაერთიოთ, რამე პრობლემა არ შეექმნათ. ანუ ანიმატორებს მარტივად თქვათ უწევთ ბალანსის დაცვა და დაჭერა, ოქროშუალედის პოვნა დეტალიზირებულ დიზაინებსა და ცუდ ანიმაციას შორის. და ისევ WeChat ატელიერს რომ დავუბრუნდეთ, ამ შემთხვევაში მე ვთქვათ, ეს ბალანსი იდეალურად არის დაჭერილი. იმიტომ რომ არა მხოლოდ მეოთხე-მეხუთე სერიაში დრაკონის დიზაინი, არამედ სხვა პერსონაჟების დიზაინებიც მანგადან ანიმეში ადგილი გადასატანი არ არის. სტილის მხრივ. რეალურად დიზაინი ანიმეში აშკარად უფრო დეტალიზირებულია, უფრო მეტი ლაინ-არტია, კონტურები, უფრო მეტი შუქჭრდილები, ასევე კომპოზიტინგი, სპეციფიქტები, რასაც ყველაფერი არის უმაღლეს დონეზე შესრულებული. პრობლემა ერთ-ერთი რაც არის რეალურად განსხვავება და პრობლემა რაშიც არის, ეს არის სტილი. ერთის მხრივ მანგა არის შავ-თეთრი, მაგრამ უშუალოდ მანგაკას სტილშიც უფრო დიდი კონტრასტია ამ ტონებს შორის, არ არის გარდამავალი ტონები და ანუ უფრო მეტად გამოკვეთილია ეს ლაინ-არტი, კონტურები და ყველაფერი, ანუ დიზაინები პერსონაჟის, ვიდრე ანიმეში. და აქ როგორც ვთქვი, თავისთავად მანგა სხვა მედიუმია, ანიმე და ანიმაცია სხვა მედიუმია და ფერებში ხატვა, დიჯიტალური არტი სხვა მედიუმია. თავისთავად დიდი განსხვავება იქნება და ერთ-ერთ სტილს ვერ გაიმეორებ. და თუ მიუყურეთ ბოლომდე ვიდეოს, ძალიან დიდი მადლობა. გაითვალისწინეთ 1000 follower-ზე One Piece-ის მეასე ვალიუმს გავათამაშებ.